რადიო კალენდარი. მოგესალმებით, საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ გადაცემას რადიო კალენდარი. ილია თაუბერიძე გესაუბრებათ, ანა გეგენავა გახლავთ ჩვენი ხმის რეჟისორი. ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აღნიშნავს. მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში მეფე მირიანის მეფობის დროს აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც შეგვიძლია მოიხსენიოთ ასევე როგორც ქართლი, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მალე მცხეთაში პირველი ნათლობა ჩატარდა. ისტორიკოსების უმეტესობა ამ მოვლენას 326 წლით ათარიღებენ, საიუბილეო თარიღიც აქედან ითვლება. ჩვენ ვეხმიანებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს და დღეს სწორედ ამ თემას უძღვნით ჩვენს გადაცემას. ჩვენი სტუმარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მთავარხუცესი, იღუმენი, აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, ლიტურგიული კვლევების პროფესორი ლეონიდე ებრალიძე, რომელიც ლონდონიდან გვერდება. ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა. რადიო კალენდარი. მოგესალმებით მამა ლეონიდე და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მივესალმებით თქვენს მსმენელს. როგორც შესავალში აღვნიშნე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ თარიღის მნიშვნელობაზე, ისტორიაზე და სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ იმ მოვლენაზე, რომელიც იბერიაში ქართლში 326 წელს მოხდა, მანამდე ალბათ არ იქნება ცუდი რომ მსმენელს მოუყვეთ, რა ხდებოდა ამ დრომდე საქართველოში. მე მაქვს მხედველობაში ჯერ ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა, იქ სვიმონ კამანანელის და მათი მოღვაწეობა საქართველოში. რა თქმა უნდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტრადიციას საქართველოში ქრისტიანობის პირველ ქადაგებლებად მიიჩნევს სწორედ ანდრია პირველწოდებულს და სვიმონ კანანელს. ის პერიოდი არის, როდესაც მოციქულები გაიფანტნენ მთელს მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროში, რომის იმპერიაში და რომის იმპერიის მოსაზღვრე ტერიტორიებზე და არა მხოლოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე, შორეულ აღმოსავლეთშიც კი ცნობილი არის, რომ ქრისტიანობა პირველივე საუკუნეებიდან მაგალითად ჩავიდა ინდოეთამდეც კი, სადაც თომა მოციქულმა იქადაგა და ბუნებრივია ამ კონტექსტში კავკასიის რეგიონი არ დარჩებოდა მოციქულთა ყურადღების გარეშე. ამიტომ მიიჩნევა, რომ პირველი ქრისტიანული თემები სწორედ ამ მოციქულების ქადაგებას უკავშირდება საქართველოში. თუმცა მოციქულთა ქადაგებამ დატოვა საქართველოში პატარა ქრისტიანული თემები, როგორც ჩანს და როგორც ეს არქეოლოგიიდანაც ჩანს, იმიტომ რომ სავარაუდოდ წმინდა ნინოს ქართლში მოსვლამდე უკვე არსებობდა ქრისტიანული სამარხები თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე და ქრისტიანული თემები, რა თქმა უნდა, მაგრამ ამან ვერ მოახდინა მაშინვე მთელი ქვეყნის ყურადღების მიპყრობა, ვერ მოახდინა, ასე ვთქვათ, სამეფო ხელისუფლებისათვის რჯულის შეცვლის, ანუ ქრისტიანობაზე მოქცევის მიზნის მიღწევა და ეს მოგვიანებით დაახლოებით 3 საუკუნის შემდეგ შეძლო სწორედ წმინდა ნინო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო მნება არ გამოიჩინა ამ საკითხში, ვიდრე წმინდა ნინო არ შემოვიდა და ვიდრე მეფე მირიანმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დიახ, რა თქმა უნდა, წმინდა ნინომდე ქართული სახელმწიფო, როგორც ასეთი არ ითვლებოდა ქრისტიანულ სახელმწიფოდ, კი იყო წარმართული ღვთაებების კულტი გავრცელებული და, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია სწორედ აი ამ წარმართულ კულტს უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, კიდევ ვიმეორებ, რომ პირველივე საუკუნიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდნენ ქრისტიანული თემები. მე შესაძლოა აღვნიშნე, რომ ქრისტიანობის გამოცხადებად სახელმწიფო რელიგიად 326-327 წლებს შორის დებენ მეცნიერები, ზოგი უფრო გვიანაც, მაგრამ რა წყაროები გვაქვს, რომ რაზე ვეღრტნობით? არის უცხოური წყაროები და მე ქართულ წყაროებზე მინდა ვკითხოთ, რომელიც უკავშირდება ჩვენს საეკლესიო ძველ ქართულ მწერლობას. კი, რა თქმა უნდა, ამის შესახებ წყაროები არის არა მხოლოდ ქართველ ავტორებთან, არამედ უცხოელ ავტორებთან, როგორც არის რუფინუსი მაგალითად, რომელიც გვაძლევს ცნობებს ამის შესახებ. სომეხი ავტორები საუბრობენ, რა თქმა უნდა, წმინდა ნინოს ქართლში მოსვლაზე და ახსენებენ ნუნეს და ასე შემდეგ. ეს ცნობები გაფანტული არის ამ უცხოელ ავტორებთან, ასე ვთქვათ, სისტემური სახით ამ ყველაფერზე მაინც ქართული წყაროები მოგვითხრობა.
და ეს ქართული წყაროები არის ჩვენი აგეოგრაფიული თხზულებები. ნინოს ცხოვრება რამდენიმე რედაქციითაა შემორჩენილი. ამ თხზულებებს მრავალნაირი სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული ნინოს ცხოვრება განსაკუთრებით. ისტორიული წყაროები, ისტორიული ამბები სწორედ აქ არის მოთხრობილი. აი შეგვიძლია აი ამაზე დაყრდნობით ჩვენ მსმენელს უთხრათ, ვინ იყო წმინდა ნინო, საიდან მოვიდა იგი საქართველოში და როგორ მოხდა ეს ქრისტიანების პროცესი. წმინდა ნინო იყო მისიონერი ქალბატონი. ეს უნდა აღინიშნოს დასაწყისშივე, რომ როგორც წესია ქრისტიანული მისიის ისტორიაში, ეს მისია ძირითადად უკავშირდება მამაკაცების სახელებს. მართალია არის ცნობები, რომ მოციქულები თან იახლებდნენ თავიანთ მისიონერულ მოგზაურობაში დედაკაცებსაც, რომლებიც ასე ვთქვათ, საქალებოებში შედიოდნენ და იქ ქადაგებდნენ საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ ასე ვთქვათ, უშუალოდ მისიონერული მოგზაურობის მთავარი ფიგურა რომ ქალი ყოფილიყო, ასეთი ამბავი წმინდა ნინომდე ისტორიას არ ახსოვს და აი სწორედ ეს ახალგაზრდა ქალწული, რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ტყვე ქალი არა, mulier quaedem captiva, ჩამოდის საქართველოში და იწყებს ქრისტიანობის ქადაგებას. თვითონ წმინდა ნინოს ცხოვრება უკავშირებს ამ მოგზაურობის დასაწყისს იერუსალიმს. ამ ცხოვრების თანახმად წმინდა ნინო იზრდება იერუსალიმის პატრიარქის იუვენალის კარზე, რომელიც ერთგვარი ანაქრონიზმი არის, იმიტომ რომ ორი მიზეზით, იმიტომ რომ იერუსალიმს ამ ეპოქაში ჯერ კიდევ არ აქვს საპატრიარქო ტიტული და სტატუსი მიღებული და მეორეც კიდევ პატრიარქი, რომელიც ვახსენეთ, არის ცნობილი ფიგურა, რომელიც ქალკედონის მსოფლიო კრებაზე გამოჩნდება და ასე ვთქვათ, ქალკედონურ პოზიციებს დაიჭერს ამ კრებაზე. თვითონ ამ იუვენალის ჩართვა, როგორც ჩანს აი ამ ცხოვრებაში, მიანიშნებს იმაზე, რომ ავტორს განზრახული აქვს აჩვენოს თავისი ქალკედონური პოზიციები და ზოგადად საქართველოს ეკლესიის ქალკედონური პოზიციები, რაც გულისხმობს იესო ქრისტეში ორი ბუნების შეურევნელად და განუყოფლად არსებობას. Როგორ ფიქრობთ, იერუსალიმის ხსენება, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, აქ სიმბოლურ დატვირთვას ხო არ უკავშირდება, რომ რადგან კვართი უკვე ჩამოტანილია მცხეთაში მაცხოვრის გადმოცემით, როგორც იერუსალიმშია მაცხოვრის საფლავი, მცხეთაში დაფლულია კვართი უფლისა. რაღაც აი ამ მიმართებას ხო არ ხედავთ ამ სიმბოლოში. რა თქმა უნდა, ეს ცნობილი ფენომენი არის, რომელიც ტოპომიმეზისის სახელით არის ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში და საქართველოს ამ ხრივ გამონაკლისი არ არის. ჩვენ ასეთ ფენომენს ვხვდებით ეპიაში, იტალიის ალპებში, რუსეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდა მიწის ტოპოგრაფია ერთგვარად აისახება ამა თუ იმ ქვეყნის ტოპოგრაფიაზე. საქართველოს შემთხვევაში ამ იდეის ცენტრში დგას სწორედ იმ კვართის ჩამობრძანება საქართველოში, რომელიც აქ მცხოვრებ, საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს უკავშირდება. სხვათა შორის ამასთან დაკავშირებითაც არსებობს არქეოლოგიური მინიშნებები, რომ დანამდვილებით პირველივე საუკუნეებში მცხეთის გარშემო ცხოვრობდა ებრაული თემი და სწორედ მათ უკავშირდება ამ კვართის ჩამოტანა საქართველოში. არა და ასე ვთქვათ, ეს არის ერთგვარი ტრანსფერი იერუსალიმისა საქართველოში, იერუსალიმისა მცხეთაში. ორი თვალსაზრისით, ერთი არის, რომ მცხეთა ხდება ახალი ქალაქი, რომლის ფუნდამენტში ცდებს ქრისტეს კვართი, ანუ მცხეთის რეფონდაცია ხდება, ასე ვთქვათ, და იწყება მცხეთა წარმართული ქალაქიდან ხდება ქრისტიანული ქალაქი და მეორე მომენტი არის, რომ ეს მაცხოვრის დაკრძალვის ადგილი იერუსალიმიდან გადმოინაცვლებს საქართველოში მის კვართთან ერთად და ეს განაპირობებს შემდეგ იმას, რომ მცხეთაში მრავლდება ეს ტოპოგრაფიული მიმართულებები, რომლებიც სწორედ იერუსალიმის და წმინდა მიწის ტოპოგრაფიას უკავშირდება. ქრისტეს მიწირი ცხოვრების ადგილთა შესატყვისი ტოპონიმები, ამას გულისხმობთ ალბათ, ხო? დიახ. გვაქვს გოლგოთა, გეციმანია, ამაღლების მთა, რადგან ამ სიმბოლოებზე ვლაპარაკობთ, მინდა კითხოთ თავარ სიმბოლოზე, რომელიც წმინდა ნინოსთან არის დაკავშირებული, ეს არის ჯვარი ვაზისა. რატო შემოიტანა მემატიანემ და ავტორმა თქვენი აზრით სწორედ ეს სიმბოლო? ვაზის ჯვრის შემოტანა წმინდა ნინოს მხრიდან საქართველოში უკავშირდება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიმბოლოს, რასაც ვაზი და ვენახი ატარებს წმინდა წერილში, ძველი აღთქმის წმინდა წერილში ვაზი, ვენახი არის ისრაელის რჩეულიერის სიმბოლო, რომელიც ღმერთმა გამოირჩია და თავისი
მარჯვენით დარგო სხვა მცენარეთა, ანუ სხვა ერთა შორის და მასზე მუდმივად ზრუნავს და მუდმივად ცდილობს, რომ ეს ვაზი იყოს გახარებული და აღორძინებული. ახალი აღთქმის წმინდა წერილში მაცხოვარი იყენებს ამ სიმბოლოს და ასე ვთქვათ, მას ხდის როგორც ეკლესიის სიმბოლოს და თავადაც ამბობს, რომ აი ეს ვაზი და მისი ყლორტები და ვინც ამ მოიკვეთება ამ ყლორტებიდან ის შემდეგ აღმოჩნდება იმ სიცოცხლის მიღმა, რაც ვაზს უკავშირდება და ასე შემდეგ. ეს ერთი მხარე არის, რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, მეორე მხარე არის ის კულტურული და ტრადიციული კავშირი ქართველი ერისა ვაზის კულტურასთან, ღვინის კულტურასთან, რაც უძველესი დროიდან დაკავშირებულია ჩვენ ქვეყანასთან. რაც საყოველთაოდ არის ცნობილი და რითიც ასე ვამაყობთ ძალიან სამართლიანად. აი ეს ორი ფაქტორი ალბათ განაპირობებდა იმას, რომ წმინდა ნინომ სწორედ ეს ჯვარი მიიღო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შემოსულიყო ქრისტიანობის საქადაგებლად. თვითონ თოთის მთაზე მომხდარი ფაქტი ნადირობისას მეფე მირიანის ეს ძალიან ცნობილი ამბავია. მე მაინტერესებს ამის შემდეგ რა პოლიტიკური კონტექსტი აქვს ქრისტიანობის მიღებას საქართველოში სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით უპირველესად როგორ მოხდა მისი გავრცელება შემდეგ აი ქართლში აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ეს არის პერიოდი, როდესაც ქრისტიანობა აქტიურად ვრცელდება ჩვენ სამეზობლოში, აი სომხეთი უკვე ქრისტიანული სახელმწიფოა ამ პერიოდში, აღმოსავლეთ რომის იმპერიაც რა თქმა უნდა უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქრისტიანული სახელმწიფო არის, მილანის ედიქტიდან თითქმის 200 წელი არის უკვე გასული და სულ ახალი ჩატარებული არის პირველი მსოფლიო კრება ნიკეაში, ანუ ჩვენ სამეზობლოში ეს ქრისტიანობა როგორც სახელმწიფო რელიგია უკვე ცნობილი ფენომენია რა ამ პერიოდში და ეს ყველაფერი ქმნის იმ საერთო პოლიტიკურ და კულტურულ განწყობებს, რომ შესაძლებლობა არსებობს ამ რელიგიისადმი მიმხრობისა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამას ხალხასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური და კულტურული ფაქტორი, მაგრამ ეს ფაქტორებიც არის, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაში, რაც მეფე მირიანმა მიიღო და თავისი სახელმწიფო გამოაცხადა, ასე ვთქვათ, ქრისტიანულ სახელმწიფოდ და დაიწყო შემდეგ ამ ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება. მაგრამ ამას თან დაკავშირებულია აუცილებლად ეკლესიის ავტოკეფალიის ლიტურგიკის საკითხები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართლში აგზავნიან პირველ ეპისკოპოსს, მასთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირს, მღვდელს და დიაკონს, სხვადასხვა წყაროების სხვადასხვა რაოდენობაა დასახელებული. აი ამ საკითხზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, როგორ დაიწყო საქართველოს ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა. ისტორიული წყაროების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, კაფიო პასუხების გაცემა საკმაოდ რთული არის ისტორიული თვალსაზრისით ამ საკითხებზე. წმინდა ნინოს ცხოვრება გვამცნობს, რომ მეფის მოქცევის შემდეგ, ესე იგი, ეცნობა ეს რომის იმპერატორს, აღმოსავლეთ რომის იმპერატორს, გვამცნობს, რომ მაგალითად ელენე დედოფალმა მოსწერა წმინდა ნინოს წერილი, სადაც ის მას უწოდებს დედოფალს და დას, ანუ ტყვე-ქალი, რომელიც მარტოსული შემოვიდა საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა, აი დედოფალი ელენეს წერილში გათანაბრებულია ამ საიმპერატორო ღირსებასთან უკვე არა. ესეც პატარა პოლიტიკური მესიჯი არის, ბუნებრივია, რომ აი საქართველო გაქრისტიანების გზით ხდება იმ დიდი პოლიტიკური და კულტურული ცივილიზაციის ნაწილი, რასაც შემდეგ ქრისტიანული ევროპა დაერქმება. და ამიტომ არის, რომ ის დედოფალი ელენეს წერილში ეს ხაზგასმული არის, რომ ის უთანაბრებს თავის თავს წმინდა ნინოს, რომ აი ეს არის ჩემი და ჩემსავით დედოფალი. შემდეგ მეორე დეტალი არის, რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება, რომ წმინდა ნინოს ცხოვრებაში ეს არაერთხელ არის ნახსენები, რომ ხრომით მოვიდა, მან მიიღო 10 სიტყვა გამოცხადებაში ხრომაელებრ დაწერილი, ასე ვთქვათ, ესეც გვიხსნის ამ კულტურულ სივრცეს, რომ მისი ქადაგების ერთ-ერთი ნაყოფი არის, რომ საქართველო ხდება იმ დიდი კულტურული და ცივილიზაციური სივრცის ნაწილი, რასაც სწორედ ქრისტიანული ევროპა ქვია.
და ჩვენ ეკლესიის ავტოკეფალია საიდან მივიღეთ და როგორ განვითარდა ეს პროცესი? ამაზე თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ახლა. ბოდი σκεφτით ცოტა გადავუხვიე წინა შეკითხვაში. ამასთან დაკავშირებით რატომ დავიწყე ამაზე საუბარი, რომ იგზავნება კონსტანტინესთან დელეგაცია, რომელიც აგზავნის შემდეგ აქ ეპისკოპოს იოანეს და სასულიერო პირებს, რომელთაც თან მოაქვთ ასევე სიწმინდეები, მათ შორის ის ცნობილი სამსჭვალი მაცხოვრისა, რომელიც მანგლისში დაიბანებს და მოემართებიან მცხეთისკენ. აქ იერარქიის დაკავშირება, იერარქიის დაფუძნება უკავშირდება ერთის მხრივ კონსტანტინოპოლის იმპერატორის ხარდაჭერას და მეორეს მხრივ ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ტრადიციის თანახმად ანტიოქიის ეკლესიის ჩართულობას, როგორც აღმოსავლეთის საპატრიარქოსი. ამ საკითხზეც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად კორნელი კეკელიძე გარკვეული პერიოდი მიიჩნევდა, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს იერუსალიმური წარმომავლობა, ამას მიიჩნევდა იმ ტოპონიმეზისის ფენომენზე დაყრდნობით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე იმ ფაქტზე, რომ წმინდა ნინო სწორედ იერუსალიმიდან შემოვიდა საქართველოში და ჩვენი ლიტურგიული წყაროები, რაც არსებობს პირველი 1000 წლეულიდან, უკავშირდება სწორედ იერუსალიმის ეკლესიის პრაქტიკას და ეს ყველაფერი ჯამში მას აძლევდა ფიქრის საშუალებას, რომ საქართველოს შესაძლოა არის მომდინარეობდეს სწორედ იერუსალიმური ფესვებიდან, იერუსალიმის ეკლესიის ფესვებიდან, რომელიც პირველ 1000 წლეულში მიიჩნეოდა როგორც დედა ყოველთა ეკლესიათა და სამართლიანადაც, რა თქმა უნდა, შემდეგ ეს ცნება სხვა მიმართულებით განვითარდა, მან კანონიკური მნიშვნელობა შეიძინა და სხვა ეკლესიებმა სცადეს ამ ტიტულის, ასე ვთქვათ, მორგება თავის თავზე. მაგრამ იერუსალიმი სამართლიანად იყო და არის დედა ყოველთა ეკლესიათა. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ბუნებრივი არის, რომ ეს ყველაზე ბუნებრივი და გაზიარებული თეორია რაც არის, რომ იერარქიის დაფუძნება უნდა უკავშირდებოდეს სწორედ ანტიოქიის საპატრიარქოს. ამ თვალსაზრისით, აი მაგალითად, ჩემი კოლეგა და მეგობარი მამა ეფრემ ლომიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამოციქულო მემკვიდრეობა უკავშირდება სწორედ პეტრე მოციქულის სახელსაც, ანდრია პირველწოდებულის და სვიმონ კანანელის გვერდით, იმიტომ რომ მართალი არის ანდრია მოციქულმა და სვიმონ კანანელმა დათესეს პირველი სიტყვა ღვთისა საქართველოში, მაგრამ იერარქიული თვალსაზრისით საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბება უკავშირდება ანტიოქიის ეკლესიას, რომელიც თავად პეტრე მოციქულის მიერ იყო დაფუძნებული, ანუ ანტიოქიაში ეს იერარქია იყო დადგენილი პეტრე მოციქულის მიერ და თუ საქართველოში იერარქია შემოვიდა სწორედ ანტიოქიიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამოციქულო ჯაჭვი სწორედ პეტრე მოციქულამდე მიდის. თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? მე ასეთი თამამი ვერ ვიქნებოდი, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი არის საკვლევი, უეჭველი არის, რომ საქართველო არის სამოციქულო ეკლესია და მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი დეტალი არის გამოსაკვლევი ისტორიიდან და არქეოლოგიიდან. თქვენ ახსენეთ ლიტურგიული ტექსტები და მე მაინტერესებს ამათთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ლიტურგიკის თვალსაზრისით, რომლის სპეციალისტი თქვენ ბრძანდებით, როდის მოხდა საქართველოს ეკლესიაში აი ამ ტექსტების გადმოქართულება და ლიტურგიის ქართულ ენაზე უკვე წარმართვა? ჩვენ გრიგოლ გიორგი მერჩულეს ცნობაც გვაქვს, ხო, ამასთან დაკავშირებით, რომ ჟამნი შეიწირვის ქართულთა ენითა და აი მინდა ზუსტად ამ საკითხზე რომ ესაუბროთ ჩვენ მსმენელს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაყოფი იყო ის, რომ გაჩნდა საჭიროება წმინდა წერილის პირველ რიგში და შემდეგ სხვა ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნისა. და ამისთვის გაჩნდა საჭიროება დამწერლობის შექმნისაც, არა? რა თქმა უნდა, ამაზეც არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუ როდის შეიქმნა ქართული დამწერლობა, მაგრამ ზოგადად სამეცნიერო წრეებში გაზიარებული არის, რომ ეს უკავშირდება სწორედ ქრისტიანობის შემოსვლას საქართველოში და მეც ამაზე ვიზიარებ. გაჩნდა ეს საჭიროება და დაიწყო ნელ-ნელა თარგმნა. ჩვენ ვიცით უკვე, რომ მეხუთე საუკუნეში არსებობდა წმინდა წერილის თარგმანი, სრულფასოვანი თუ არა ნაწილობრივი მაინც, მაგალითად შუშანიკის ცხოვრებაში არის ნახსენები ევანგელე და ფსალმუნთა წიგნი, რომლითაც შუშანიკ დედოფალი სარგებლობდა. უკვე გვაქვს შემდეგ ფრაგმენტები, ძირითადად პალიმფსესტების სახით, რომელიც
წმინდა წერილის მონაკვეთებს შეიცავს, ეს ლექციონარული ხასიათის ფრაგმენტები არის მე-6, მე-7 საუკუნეში, უკვე ეს ნორმალურ მოვლენად იქცება, რომ ჩვენ გვაქვს ეს ფრაგმენტები და რა თქმა უნდა, ეს ლექციონარული ხასიათის ფრაგმენტები უკავშირდება ლიტურგიამ ტექსტების ლიტურგიულ გამოყენებას. წმინდა წერილის ტექსტები გამოიყენებოდა საღვთისმსახურო დანიშნულებით. შემდეგ გვაქვს ჩვენ უფრო ვრცელი ტექსტები, ესეც რა თქმა უნდა, პირველი 1000 წლეულის ხელნაწერი მემკვიდრეობა ძირითადად სწორედ საღვთისმსახურო დანიშნულების ტექსტებს წარმოადგენს, მათ შორის იერუსალიმური ლექციონარი, რომელიც მართალია ხშირად არის მე-10-მე-9 საუკუნეების ფრაგმენტების და სრული ხელნაწერების სახით მოღწეული ჩვენამდე, მაგრამ ასახავს იმ ლიტურგიულ პრაქტიკას, რომელიც იერუსალიმში იყო დამკვიდრებული მე-7-მე-8 საუკუნეების აქეთ. მანამდე არსებობს ეგრეთ წოდებული სომხური ლექციონარი, რომელიც ასევე გვიანდელი ხელნაწერია, როგორც მატერიალური ძეგლი, მაგრამ ის ასახავს აი ქართულ ლექციონარამდე არსებულ პრაქტიკას იერუსალიმში. ზოგადად ღვთისმსახურება იმ ეპოქაში საკმაოდ ეკლექტური იყო, თვალსაზრისით, რომ თითქმის ყოველ საუკუნეში ვითარდებოდა და იცვლებოდა და ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ არის მონოლითური ამ თვალსაზრისით, ასახავს სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა ცვლილებებს. რო გარკვეულად შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, დასასრულისკენ მივდივართ, რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას? განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენ უკვე ისაუბრეთ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, რელიგიის დარწმენის თვალსაზრისით, მაგრამ მან განსაკუთრებით მაინტერესებს ჩვენი ქართული იდენტობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კულტურისა და მწიგნობრობის განვითარების თვალსაზრისით, რა მოიტანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება? კულტურისა და მწიგნობრობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საქართველო დაუკავშირდა იმ დიდ ცივილიზაციურ სივრცეს ქრისტიანობის მეშვეობით, რომელმაც შექმნა თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანი მოაზროვნე პაპი ბენედიქტე მე-16 იოსებ რაცინგერი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე ევროპის საფუძველში დგას სამი ქალაქი, ეს არის იერუსალიმი, ათენი და რომი. ანუ ბიბლიური რწმენა, რომელიც იერუსალიმს უკავშირდება, ღვთის სიტყვის გამოცხადება იერუსალიმში, ათენი როგორც ფილოსოფიური აზროვნების აკვანი და რომი როგორც სამართლებრივი მოწყობის ცენტრი. რაცინგერის აზროვნებაში ეს ასე ხარისხდება რა და ეს რომ დავაკვირდეთ ჩვენ ქართულ აზროვნებაშიც სწორედ ეს თემები ხშირად ტრიალებს, რომ მაგალითად გელათის აკადემია არის ახალი ათინა და მეორე იერუსალიმი და იგივე წეგან ვახსენეთ წმინდა ნინოს ცხოვრებაში ეს ხრომთან კავშირი ძალიან ხშირად აისახება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ქართველები ქრისტიანობასთან ერთად თავის თავს მიიჩნევდნენ იმ დიდი ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილად, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით ევროპულ ქრისტიანობას, ევროპულ ცივილიზაციას და ამას უკავშირდებოდა შემდეგ ის კულტურული მიმოცვლა, რომელიც არსებობდა განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიასთან და ბიზანტიის იმპერიაში არსებულ სამწიგნო ცენტრებთან, როგორიც არის ათონის და მანამდე არსებობდა, რა თქმა უნდა, იერუსალიმში პირველი ქართული სამონასტრო თემები სწორედ იერუსალიმში გაჩნდნენ და ეს არ იყო მხოლოდ რაღაც პატარა მონასტრული ჯგუფები, რომლებიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ეს სამონასტრო ცენტრები საზღვარგარეთ არსებული წარმოადგენდნენ ერთგვარ კარიბჭეს იმ კულტურული მიმოცვლისათვის, რაც ასე აქტიურად წარმოებდა, რასაც წიგნების ტრაფიკსაც უწოდებენ, არა, ხშირად. ეს რას ნიშნავს, რომ ხელნაწერები მოგზაურობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აი დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან საქართველოსკენ და ეს მუდმივი კულტურული მიმოცვლა ხელს უწყობდა იმ საერთო კულტურული მემკვიდრეობის შექმნას, რომელიც დღეს გვაქვს და რომლითაც დღეს ვამაყობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გაგიხადოთ, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ჩვენ მსმენელს შევახსენებთ, რომ საუბრობთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლთან დაკავშირებით. ჩვენ ლონდონიდან გვერდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის მთავარხუცესი იღუმენი ლევინ დე ებრალიძე. თქვენ უსმენთ რადიო კალენდარს მომავალ შეხვედრამდე. ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა.
რადიო კალენდარი